რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტს ეხმაურება. არავის აქვს უფლება და არ ძალა შესწევს ხელი შეუშალოს აფხაზეთსა და რუსეთის სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების სრულყოფაში. ეჭვი არ გვეპარება, რომ შეთანხმების პროექტის ღია დაინტერესებული განხილვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს აფხაზეთში საშუალებას მოგცემს შევიმუშაოთ დოკუმენტი, რომელიც მთლიანად პასუხობს ორი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ასეთი პერსპექტივა ქართული მხარის განცხადებების მიუხედავად არავითარ საფრთხეებს არ შეიცავს. არც რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების და მით უმეტეს არ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ლუკაშევიჩის განცხადება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შეაფასეს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოა, ამიტომ ის დაიცავს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადება მიზანმიმართულად უკავშირდება ქვეყანაში ბოლო პერიოდში არსებულ საგარეო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი საქართველოსი აცხადებს, რომ თურმე აფხაზეთის თვითგამორკვევის უფლება არის და აფხაზებს შეუქმნის ეს შეთანხმება პრობლემას და ის არ საუბრობს იმ საფრთხეზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს ემუქრება, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები გარკვეულწილად ერთ მიზანს ემსახურება. რა განცხადებებს გაავრცელებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გავაგრძელებთ გენერალურ კურსს, ჩვენი დაპყრობილი, მიტაცებული რეგიონების არაღიარების, ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, ეს ტერიტორიები დაუბრუნდნენ დედა სამშობლოს.